ქრისტე ამბობს, რომ გახსოვთ ისწავლეთ შემდგან შვიდვარდამ დაბალგულითა მოგვიწოდებს აბსოლუტური გულმოწყალებისკენ, მაგრამ ქრისტე კიდევ ერთ რამეს ამბობს ძალიან მნიშვნელოვანს. ის ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე. რა არის სიცოცხლის განმარტება? ვინმე თუ იცის, ხო, ბოლომდე ეს ხო ადვილი არ არის ამის განმარტება. მაგრამ ერთი რამე ვიცით, რომ ქრისტე რო ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე, და მე მავლე მოციქული რო იტყვის, რომ ცოცხალი მე კი აღარა ვარ, არადა ფიზიკურად ცოცხალია. ხო, ამას ამბობს. ფიზიკურად ცოცხალი პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოცხალი მე კი აღარა ვარ, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩემში სხვა სიცოცხლე თუ არ დაიბადა და თუ არ შემოვიდა, მე ქრისტიანი არა ვარ. და ეს სხვა სიცოცხლე არის პრეთით აღდგარი მაცხოვარი ჩემში, როცა მე ხვდები უკვე ღვთის ტაძარი. და იმისათვის, რომ ჩემში ახალი სიცოცხლე შემოვიდეს, მე უნდა ვიცოდე, რისკენ მივისწრაფი, როცა იესოს სახელს ვახსენებ, როცა წმინდა წერილს ვკითხულობ, როდესაც ვეზიარები, როდესაც დღევანდელ დღეს აქ ვარ და მე სასხებლად დედებს ვიხსენებ, მე უნდა ვიცოდე, რისკენ მივისწრაფი, ჩემი გული უნდა გაიხსნას სიცოცხლისთვის, რომელიც ამ ქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი, ჩემი გამოცდილებით გაგებული სიცოცხლე კი არ არის სხვა სიცოცხლე. და თუ ეს სხვა სიცოცხლე მე არ განვიცადე ჩემში. და რომ თუ განვიცადე კიდე ჩემში სხვა სიცოცხლე. მე მართლა ხვდები ქრისტეს დარად შვიდი თავდაბალი გულმოწყალე, ბრძენი, ღვთისნების უპირობო აღსრულებელი, სიხარულის მატარებელი, სიყვარულის. გესმით? მოყვასის მიმართ და ხვდები ნამდვილი ქრისტიანი.